ქალი ძალიან იტანჯებოდა. ის ძალიან ბევრს მუშაობდა. ის გითხარით რა ჭკვიანი იყო. გემრიელად მიირთვით, გემრიელად. საკუთარ ოჯახს და მთელ უბანს აბურებდა. გემრიელად მიირთვით. ერთხელაც ერთი მოულოდნელი რამ მოხდა. თქვენ ხართ მენექში, რომელსაც შემოსულოს მოიხსენიებენ. დიახ, ეს თქვენი ჯილდოა. მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზე გახვედით. არ მჯერა. დიდი მადლობა. ხო, მიდი, გააზვიადე. ისიც თქვი, რომ საუკუნის ქალის ნომინაცია იყო. თავი ვინ გონია? გონია მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, რადგან სუპს ხარ შავდი, შენ ვინ ხარ? ეს რომანი შენსავით ღარიბულია. გაჩერდი, უნდა გავაგრძელო. მოიცადე, მე შთაგონება მეწვია. საკმარისია, მეთქი რას აკეთებთ? იალჩინ. ჩემს საბეჭდ მანქანას გატეხავთ. მართალია. ულვაშა მან დაიწყო, მე ჩემს რომანს ვწერდი. გაჩუმდით, თქვენგან არანაირი ავტორები არ გამოვა. შენ წადი, რამე საქმე გამონახე. მართალს ამბობ ულვაშა, წერილობამ საკუთარი თავი ამოწურა. რამის სხვა საქმე უნდა ვიპოვა, მაგრამ რა? მოვიფიქრე, ბალეტი. ბალერინა გავხდები. კარგი, რამდენი თავისუფალი ნომერი გაქვთ? ახლა ყველა ნომერი თავისუფალია. არა. მხოლოდ 3 თავისუფალი ნომერია. იცი რა, თუ კითხავენ, უთხარი რომ მხოლოდ 3 თავისუფალი ნომერი გაქვთ. კარგი? მასე ნუ მიყურებ, ცოლთან მაქვს პატარა პრობლემა. მისი გულის მოგებას ვცდილობ. მიდი. ძმაო, ამთანხა და რასაც გინდა იმას ვეთქვი. პრობლემა არაა. მაშინ თქვი, რომ მხოლოდ 3 თავისუფალი ნომერი გაქვთ. მოდის. დედას ველაპარაკე. ატლასი მალე დაიძინებს. მუსა და ზეინო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. რა დაემართათ? აგრესიის პრობლემა აქვს, ხო, ამ ბოლო დროს. სხვათა შორის. მხოლოდ 3 თავისუფალი ნომერი აქვთ. 1 მუსას და ზეინოსთვის, მეორე ეკრემისთვის, მესამეში კი ჩვენ მოგვიწევს შესვლა. მართლა? ხო, მართლა. ადამიანი ასეთ საოცარ ხმებს არ უნდა გამოსცემდეს. ეკო. ეს რა ხრინვაა? ამას ხრინვა ქვია? რა უბედურებაა? თუ სხვა ნომერში გადავალ. ეს რას უკვე ვუთხარი, რომ ყველა ნომერი დაკავებული იყო და მკითხავს, რატომ მოვატყვე? და მართალიც იქნება. მართალი იქნება. არა, ასე არ შეიძლება. რა ჯანდაბა. კარგი, მე წავედი. ნახე, რა მდგომარეობაში ვარ. იქნებ ჩემ ადამ, ამიტომაც მიგატოვა, ვინ იცის. არ გამიკვირდებოდა, რომ ამის გამო მიეტოვებინე. ვინ ხარ? გამიღე ეს რა. აქ რას აკეთებ? ღამეს აქ გავათებ. რას ნიშნავს აქ გაათებ? იმას, რომ აქ გავათებ, თუ გინდა, შენს ძმასთან ნომერში შენ გადადი. ისე ხრინავს ეს რა. ისე ხრინავს, ვერ წარმოიდგენ. ჩემი ძმა მართლა საშინლად ხრინავს, თელ სახლში ისმის. რა არის? შენ ეს საღამორი საიდან გაქვს? ლამაზად გამოიყურება, ძალიან გიხდება. საიდანაა? ზეინო მომიტანა ოზან, იმისთვის რომ უკეთ დამეძინა. ზეინო მოგიტანა? მე კი არავინ არაფერი მომიტანა. ზეინოსნაირი მეგობარი არ მყავს. შემიძლია მხოლოდ შენი ძმის ხრინვის აკომპანიმენტით მეძინოს. მე მას საერთოდ არ ვგავარ. ჩუმად მძინავს, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს. მაგრამ ეკოს არა. არა, ასე არ შეიძლება. ამიტომაც თუ დავაკვირდებით, მე ყველა გაგებით შესანიშნავი ადამიანი ვარ.
ოზან რა გჭირს? უცნაურად იქცევი. ძალიან ამაყი ხარ. მამაყი, არა, ეს სიმართლეა. კარგი, რადგან ერთ საწოლში ვეძინებთ, შუაში ბალიშს დავდებ. მიკვირს? მიკვირს? არა. იმიტომ რომ ეს შენს ქვეცნობიერში დარჩა. ჩემი აზრით არაფერი დაგვიწყებია. ხო, მიდი. მეტი ბალიში დაალაგე, მეტი. ეს რას ნიშნავს? ასე რატომ ამბობ? ეს უკვე ვცადეთ. ეს უკვე იყო. მაგრამ შედეგიც ვიცი. შეგიძლია დაალაგო ბალიშები. გამომართვი. მიდი, გამომართვი და ისი ამოვნე. მე საკუთარ თავს ვენდობი. ხო, რაც მთავარია. ჩემი ბალიში დამიბრუნე. ოზან, რას აკეთებ? რას ვაკეთებ? შენ მასე უნდა გეძინოს და მე ამ ტანსაცმელში. ხვალ ბევრი საქმე გვაქვს. მე ხომ ზეინოსნაირი მეგობარი არ მყავს. მუსამ არაფერი ჩამომიტანა და ასე ძილი მომიწევს. სხვა გზა არაა. არა, რას აკეთებ ოზან? შენ რა, გაგიჟდი? და რა არის ასეთი? ისეც არაფერს ვაკეთებ. ძალიან უცნაურად იქცევი. გაუგებრად. გამარჯობა. გამარჯობა. რატომ არ გძინავს? რაღაც მინდა გკითხო. ისმენ? ბევრს მიაღწია. სულ სხვა გარემოში მოხვდი. შენ გარშემო უამრავი ადამიანია. ჩემზე აქამდე რატომ არ თქვი უარი? ბავშვობაში, როცა პირველად დაგინახე, მივხვდი რომ ბედნიერი მხოლოდ შენ გვერდით ვიქნებოდი. ბავშვები ასეთ რამეს გრძნობენ. არ ვიცი. შენ გარდა ვინმე სხვის შეყვარება თავში არასოდეს მომსვლია აზრად ეს რა. შენი სიყვარული შორიდანაც კი მშვენიერი იყო. მაშინაც კი როცა ერთმანეთს გულს ვდგენდით? ხო, მაშინაც კი. შენც ასეთ ვლიდი, დამიჯერე. იმდენი რამე გამოვიარეთ, ერთმანეთსაც დავშორდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთმანეთი ვიპოვეთ. ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. გარდა ამისა, ჩვენ მხოლოდ ეს არ გამოგვდიოდა შესანიშნავად. რა? უნამუსო ხარ. ასეთი საუბრის შემდეგ ამის თქმა შეიძლებოდა? ოზან არ მჯერა, რა გჭირს? და რა მოხდა? ამის თქმა რატომ არ შეიძლება? ჩვენ დაქორწინებულები ვართ. დაქორწინებულები ეს რა? ატლასი ყავს, მე და შენ შვილი ყავს, გარდა ამისა. ბეჭედიც არსებობს. სად? მარცხენა ხელზე. და კიდევ? ტატუ გაჩვენე? არ მაჩვენ ოზან, არ მინდა. რატომ? იმიტომ რომ მაგ ტატუს ისტორია ზეინომ მომიყვა. რის შემდეგაც გაიკეთე და ისევ გავბრაზდი. დაიძინე. ყველაფერი მოგიყვა? ალბათ ყველაფერს მოგიყვებოდა. თუ ზეინო მოგიყვა, მაშინ კარგი. გაჩუმდი გთხოვ, რა გჭირს? სულ მთლად ყვედი გახდი. გამუდმებით ლაპარაკობ, არ ჩუმდები. ხო, ზეინო ყველაფერს დეტალურად მოგიყვებოდა. ოზან, გაჩუმდი, ვიძინებ. კარგი, კარგი, მეც ვიძინებ. კარგად, ჩემო ძვირფასო. ულაშა, ხელი კარგად მოკიდე, არ გაუშვა. კარგად ისწავლე, კარგად, ჩემო შვილიშვილო. გაჩუმდი, ეს მე მიქნევს ხელს, შენ კი არა. კარგი რა, თვითონ მითხრა რომ მე უფრო ვუყვარვარ. არაფერიც, ეს შენი ეშმაკის შვილის გამოა. რა თქმა უნდა, აიძულებს გითხრას რომ შენ უფრო უყვარ ხარ. როგორ არა? ხო, მისმინე მენექშე. ვიფიქრე და ავწონ დავწონე. ჩემი ტვინის მრავალრიცხოვანი ხვეულები გავანძრიე და ხელოვნების ახალი სფერო ვიპოვე საჩემოდ. მაგრამ მარტო ვერ წავალ. ერთად უნდა წავიდეთ. და რა სფერო? ესეც ასე. დანიშნულების წერტილში მოვედით. მოვედით, მაგრამ დაძაბული ვარ. გთხოვ, ძამიკო.
მაგრამ ძალიან მომენატრა და რა გავაკეთო? თუ საბოლოო გადაწყვეტილებაა და არ დაბრუნდება. ძამიკო, გთხოვ, ნუ სულელობ. დაუშვათ ასე მოხდა. დაუშვათ არ დაბრუნდება. ამ შემთხვევაში რა გავაკეთო? მე რომ ყოფილიყავი შენ ადგილას, კიდევ და კიდევ გაუმეორებდი, როგორ მიყვარს. მასაც ხომ ძალიან უყვარხარ ეკო. ასე არაა? ხო, ასეა. ძალიან უყვარხარ. და ახლა ისიც იცი, ასე რატომ მოიქცა. თქვენი ორივეს მაგერ მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი თავის შეწირა მსხვერპლად. დაბრუნდება. აუცილებლად დაბრუნდება. ძამიკო, უთხარი რომ გიყვარს, ყველაფრის მიუხედავად, უთხარი როგორ გიყვარს და გჭირდება. უთხარი რომ მასზე მნიშვნელოვანი არაფერია. ელიფი გაგიგებს, ერთმანეთი ხომ გიყვართ. მიდი, გონსმოდი, წადი და წამოიყვანე. შემდეგ კი სახლში წავიდეთ. ხო, ზუსტად ასე, ელიფის გარეშე უკან არ დაბრუნდებით. კარგი, ჩემს ცოლს ჩავკიდებ ხელს და სახლში დაბრუნდებით. ველურებო, ახლა ბურთს აგართმევთ. რატომ ყვირიან? მოიცადე. იქნებ იმიტომ რომ ბავშვები არიან. ელიფიც არა, სად უნდა იყოს? მათ გამო ელიფი მალე დაბერდება. შეხედე, რა უზრდელები არიან. აქ მოდი. მომისმინე? მუსიკის მასწავლებელი სადაა? არ ვიცი. რას ნიშნავს არ იცი? რა დამართეთ? საიდან უნდა იცოდეს? წამოდი მასწავლებელს ვკითხოთ. ვინ მასწავლებელს? ზრდილობიანად მოიქეცით. მასწავლებელო გამარჯობა, ელიფს ვეძებთ. მასწავლებელს აქ ცოტა ხნის წინ გადმოვიდა. გეფიცებით არ ვიცი, მაპატიეთ. თეთრი კანი აქვს, მხრებამდე, ხვეულითმა, ლამაზია. მაპატიეთ. იქნებ სხვა სკოლაში ასწავლის. მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. იქნებ ყველა არ იცნობს. რა უნდა გავაკეთოთ? იდეა მაქვს. რა იდეა? ბავშვებო, შეიკრიბეთ. ხმის შემოწმება. ელიფ, ნახე ვინ მოვიდა. მე მოვედი. მოვედი, ჩემო ყვავილო. ეკო? მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერი გავიგე. ვიცი ასე რატომ მეკცევი და ვიცი რატომ განიცდიდი. ეკო? გთხოვ, თუ ჩემი გესმის გამო მეხმაურე. აქ შენს წასაყვანად ჩამოვედი. გთხოვ, ჩემო ყვავილო და მენახე. ეკო. რა საკეთებ? გაჩვომდი, აქ რა გინდა? ჩემთვის შენზე მნიშვნელოვანი არაფერია. და ჩემი ძმაც ჩამოსულა, არ მჯერა. საიდან მოიტანე რომ შენ გარეშე ბედნიერად ცხოვრება შევძლებ? კარგი, ბავშვის გაჩენა არ გამოგდის მერე რა, ამას მნიშვნელობა არ აქვს ელიფ. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სანამ შენ გვერდით ვარ, სანამ ერთად ვართ. ყველაფერი დანარჩენი სულ ერთია. ეკო, გთხოვ, ასე ნუ ამბობ. ვიცოდი რომ ასე მეტყოდი. ამიტომაც არ გითხარი არაფერი. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ორივეს მაგიერ, გთხოვ. ჩემო ყვავილო, ნუ თუ ვერ ხედავ რომ ჩვენი შერიგება მთელ სამყაროს უნდა. ამას ნუ თუ ვერ ხედავ. გთხოვ, ასე ნუ მოიქცევი. ჩვენზე უარს მოიტყვი. შენ ჩემი ყველაფერი ხარ. ამ ბავშვებს შეხედე. ყველას უნდქვა შეკრული გვისმენს და ჩვენ შერიგებას ეღოდებიან. იქნებ კოცნასაც კი. და ეს დღე ჩვენი შერიგების დღე იყოს.
ოზან გამიშვი. ხო. ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ. ხმის შემოწმება. 1 2 ოზან, რას აკეთებ? ჩამოდი. მეც მინდა რაღაცის თქმა. ასეთი რა მოხდა. ეს რა. მე ძალიან მიყვარხარ ძვირფასო. მინდა ყველას თვალწინ თქვა რაღაც. ხომ ასეა ბავშვებო? მინდა ერთი კითხვა დაგისვა. შეიძლება სახლში დავბრუნდე. ხო. არა, არ შეგიძლია. შეხედე ბავშვმაც კი არა თქვა. არა, რატომ თქვი, რატომ? სად მიდიხარ? საით? ბავშვებო, ხედავთ რა დღეში ვარ? ხო, ხედავენ. ხომ ხედავთ როგორ აწვალებს ოზანს? ყურშინო ჩამყვერი, მე აქ სიმღერას ვცდილობ. დაწყებით კლასებში პირველი ვიყავი. საიდან მოიტანე? ჩემს ნიშს ხელს ვერ შეუშლი. გაჩუდი და მოусმინე ჯობია. საკმარისია. მასწავლებელო. საკმარისია. მასწავლებელო, შეხედეთ, ზუმრუთი რა დღეშია. აქედან წადი, გეუბნები. ჩემი ნიჭის გამოვლინებას ხელს უშლი. მასწავლებელო, აქ ჩემი ნიჭის გამოვლინებას მიგრძალავენ. მასწავლებელო. ასე როგორ შეიძლება? არ გწვენიათ? ზრდასრული ადამიანები ხართ, არ გინდათ? ჩემი მუსიკალური კარიერის განვითარება ჩაახშე. ნუ ვსულელობ. შემარცხვინე, ეს შენ შემიშალე ხელი ნიჭის გამოვლინებაში ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის შემიგშურდა. ამის აღიარება არასოდეს შეგეძლო, არ შეგეძლო. მაგრამ რატომ გეწყინა? ყოველთვის ასე გელაპარაკები ხოლმე. ასე ნუ რეაგირებ. მიჩვეული არ ვარ. ასე ნუ დგახარ, ღარიბი დამიძახე, საცოდავი. არა მენექშე, ბატონი ნაზიმი მართალია, მე კულტურის სფეროში არაფერი გამომდის. ნუ სულელობ, ასე როგორ შეიძლება? ვერ დანებდები. შენ ზუმრუდ კორფალი ხარ. არა, არ გამომდის. ტელეფონი გირეკავს. ეს რა რეკავს? მოდი აქ ჩამოვჭდეთ. ფრთხილად? გესმენ? რა მოხდა შვილო? არა. დედიკო, ელიფი ვიპოვეთ და ძამიკო დაელაპარაკა და დაარწმუნა. ყველაფერი რიგზია, სახლში უბრუნდებით. მალე ჩამოვალთ. ბრუნდებით? ძალიან კარგი. ბრუნდებიან? ხო, ბრუნდებიან. ეს რა, რატომ წავიდა? დედიკო, ჯობია, როცა ჩამოვლენ, თვითონ მოგიყვნენ, კარგი? კარგი შვილო, შენ და ოზანმა ისაუბრეთ? არ მისმის რას ამბობს. დედიკო, ოზანთან არ ვიცი, ყველაფერს აკეთებს რომ გაპატიო. ძალიან საყვარელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზეინოს სიტყვები მახსენდება და მე აზრები მერევა. არ მისმის, ხო ამაღლა ჩართე. გაჩუმდი, ბავშვი მეყვება, მეც მომასმენინე. მომიყევი შვილო. დედა, მე და ოზანმა ბევრი შეცდომები დავუშვით. ერთმანეთს ძალიან ვაწყენინეთ, მაგრამ წარსულის შეცდომებზე ვერაფერი ვისწავლეთ და ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენებას ვაგრძელებთ. ეს რა, ერთად ისეთი კარგი დროის გატარებას აპირებდით ხოლმე, ნეტა გაგახსენდებოდეს. პრობლემაც ამაშია, დედიკო, არაფერი მახსოვს. ოზანი ძალიან მაწვება და მეშინია, რომ არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებ. მეშინია, რომ იგივე განმეორდება, რომ ისევ შეცდომას დავუშვებ. დედა, მოგვიანებით დაგირეკავ. ოზან? კარგი. აღარ დავიჟინებ. ეს რას ნიშნავს? ამიერიდან ყოველთვის შენთან ვიქნები, როცა დაგჭირდება. მაგრამ სულ ესაა. თუ არ გინდა რომ შენ გვერდით ვიყო, ვერ გაიწულებ. არ გაიწულებ. ოზან, იქნებ მომისმენო. არაფრის ახსნა არ გჭირდება. მართლა.
Ben de Elif'e nasıl ელიფს უყვებოდი აქამდე როგორ ჩამოვედით. Ama hiç buralarda. İki dakika kaybolduk, kartlar yine... 2 წუთი დავტოვეთ მარტო და რაღაც მოხდა. არაფერი შეცვლილა, არაფერი. შვილო, ასეთ რამეებზე დედას არ უნდა ელაპარაკო? იმდენი სისულელე გითხარი, რომ ცოდნოდა, კარგი დედა, საკუთარ თავს ნუღარ ადანაშაულებს, საიდან უნდა გცოდნოდა? ვერ ვიტან ამის თქმა რომ იწევს, მაგრამ დედა შენი მართალია. მე ყოველთვის მართალი ვარ, ყოველთვის. ძვირფასო, ოჯახი რისთვის ყავართ? იმისთვის რომ მარტო არ განიცდიდე. მეც ამას ვეუბნები. ერთად იმისთვის ვართ, რომ ერთმანეს მხარი დავუჭიროთ. ასეთი რამ ოჯახს როგორ უნდა დაუმალო? ხო, შვილო. შენ ჩვენი შვილი ხარ, ჩვენი ერთადერთი. ძალიან ძვირფასი ხარ და ძალიან გვიყვარ ხარ. Biz seni çok seviyoruz. მე ძალიან მიყვარხართ. მაგრამ მაშინ მომიჩვენა რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. არავის გულისკენა არ მინდოდა. შვილო, რატომ უნდა გვეთკინოს გული? თუ ყველაფერი რიგზე გაქვს, რატომ უნდა ვინერვიულოთ? რადგან უკვე ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ, მაშინ დროა ჩვენი სიახლეც მოგახსენოთ. რა სიახლე? იმედია კარგია. იმედია. ხო. გადავწყვეტეთ ერთი ბავშვი შევიფაროთ. შეიფაროთ? ვიმსჯელე და გადავწყვიტეთ, რომ რადგან სახლი უამრავ ბავშვს ჭირდება, რატომაც არა. Biz de sevgimizi, ilgimizi neden böyle bir çocuğa vermeyelim dedik. შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღეთ. ისე ძალიან მიხარია. Ne oldu? რა მოხდა? მენექშე, თვალებიდან წყალი მომდის. სასტრაფო გამოიძახე. ეგ წყალი არაა, ცრემლებია. ტირიან. რა საყვარლები არიან არა? შენ მაინც ნუტირი. საშინლად გამოიყურები და არ გიხდება. Bırak da o alasın ya. ისე შემომხედა ზეინო, ზერა თვალებიდან არა მომდის. უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. ისიც იყო ოზანის შეყარება დავიწყე რომ გავარკვიე რას მიმალავდა. როგორ მოვიქცე? გულს ვუსმინო თუ გონების ხმას? თუ ყველაფრის გახსენება ვცადო? არ ვიცი რა გავაკეთო ზეინო. არც კი ვიცი რა გირჩიო. ფიქრობ და ორივენი მართლები ხართ. ანუ შენ დაბნეული ხარ, არ იცი რა იფიქრო. მაგრამ ოზენს ისე უყვარ ხარ. უნდა რომ მეხსიერება მალე დაგებრუნდეს და ყველაფერი დაალაგდეს. ნეტა. მეხსიერება რომ დამიბრუნდეს, ყველაფერი უფრო იოლი იქნებოდა. მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ. Belki de hiçbir zaman... იქნებ მეხსიერება არც არასოდეს დაუბრუნდეს მუსა. O kadar mı? ეს აზრი ისეთ უთხასიაძე მაყენებს. Ya tamam da abi. კარგი ძმაო, მაგრამ იქნებ ცოტა მოთმინება გამოიჩინო. მისი ცხოვრება ისედაც ყირაზე დადგა. Şimdi yalan ახლა yok, კი sen შენ de- საწვევი. Ne yapayım ben? და როგორ მოვიქცე? Ne yapayım Musa? რა უნდა გამეკეთებინა მუსა? ჩემ წინ ესრა დგას, ჩემი ესრა. მაგრამ არა, Ama yok. ვერ ვურიგდები. Yok. ვერა. Konuşamıyorum Musa, yok. Ama კარგი, tamam. Ben ვნებდებით. pes ediyorum abi zaten. ვნებდებით ძმაო, მეტი აღარ შემიძლია. Bundan sonra o ne ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა. თავს მისგან შორს დავიჭერ. არ შევაწუხებ. gitmeyeceğiz. ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას უნდა. O nasıl istiyorsa öyle olsun. Bugün sonum durup soluklanıp rüyalarım, savaşlarım durulmadı, tükenmedim, bak ölmedim, peşindeyim, pes etmedim. Bugün sağım solum sarılmış oysa ki içimden geçen yanımda olsa biri sen yeter, içimi bilsen yeter, sesini duyduktan sonra ölsem değer. Seni ararken kayboldum. Söyle neredesin? Şimdi neredesin?
ელიფ, ატლას შენი მოტანილი სათამაშო ისე მოიწონა, რომ მასთან ერთად იძინებს. რა საყვარელია, შევჭამ. ღილი ისევ მომძვრა. მოიცადე, ნემს დაძაბს მოვიდან და მივაკეროთ. ვიპოვნი? ხო, ვიპოვნი. და ამ სახლში მაკრატელი სადაა? ვერაფერს პოულობ. იქნება გდავდე. არა. დედიკო, ეგ რა არის? შვილო. ეს თოვლიანი სფეროა. ჩემთვის და მამას შენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზუსტად ასეთ სახლზე ვოცნებობდით. ასეთი სახლი უკვე გვაქვს, მაგრამ იმაზე უფრო ბედნიერები ვართ, ვიდრე ვოცნებობდით. იმიტომ რომ შენ ყავ ხარ. ამ სახლში ჩემი შვილი ცხოვრობს. ეს მამა შენისთვის გავაკეთე. გაუხარდება, როცა დაინახავს. მოდი ყუთში ჩავდოთ, რომ არ გადყდეს. İlk görüşte bilemedim, sonrasında güzelleştin. Seninle güzeldi hayaller. ელიფ? ელიფ. ესრა. ელიფ, მე მივდივარ, ატლას ყურადღება მიაქცია. რა მოხდა? მოგიყვები, როცა დავბრუნდები. ფრთხილად იყავი. Nasıl severdim ki seni ben. Bakma küs değilim ben. Belki yolumuz bir gün kesişir yeniden. Hiçbir şey bitmez gibiydi. Belki de bir ihtimaldi. Her şeye rağmen hep sevilmek. ოზან. ეს რა?